გამარჯობა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. როგორი მატლები გაუჩნდა ბზად. გურჯაანში მრავალწლიან ბზას საშიში მავნებელი, ალურა შეესია. დაზიანებული მცენარეების გადარჩენა კი უკვე შეუძლებელია. რა საფრთხეებს ხედავს მოსახლეობა და რა რეკომენდაციებს ურჩევენ მათ. მე გადავა იქით ატამზე გადავა, იქით გადავა და მე კარგად მეყოლე ეს ბზები უნდა მოიჭრას, დაიწვას და შეიწამლოს. ყირიმ კონგო, ტულარემია, ბოლერიოზი, რა სერიოზული დაავადებებია მოსალოდნელი და როგორ უნდა დავიცვათ თავი. აუცილებელია რომ ადამიანებმა რა თავი დაიცვან ტიპებისაგან. ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, ფერმერებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის გუბერნატორი შეპესე მარანულში. სად ხორციელდება აქ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია და რამდენ ტონა ყურძენს გადაამუშავებს ღვინის საწარმო. იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს შეისწავლის. რა შთაბეჭდილება მოახდინა საქართველომ და ქართულმა ღვინომ უცხოელ სპეციალისტზე. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ვესაუბრებით ამ მომრჩევლებს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები დაიწყეს. რას ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა. ავუხსნათ მათ თავიანთი საარჩევნო უფლებები. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ბზები ხმება, მცენარეებს საშიში მავნებელი, ალურა ანადგურებს. მრავალწლიანი ნარგავები ისეა დაზიანებული, რომ მათი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მოსახლეობა შიშობს, რომ მავნებელი შესაძლოა ატამსა და სხვა ხეხილსაც გადაეტოს. მის ევალება საჭირო ზომების მიღება და რა რეკომენდაციებს აძლევს მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტო ვერაიაშვილი განაგრძობს თემას. როგორი მატლები გაუჩნდა ბზად, ჩუმლაყის სასაფლაოზე. ამ მავნებელმა, რომელსაც ჭია ალურას უწოდებენ, ჩუმლაყის სასაფლაოზე მრავალწლიანი ბზები მასიურად გაანადგურა. აქ ბზის ერთი ჯანსაღი ბუჩქიც აღარ დარჩა. სასაფლაოს დარაჯი ნოდარ ლიპარტაშვილი გვიყვება, რომ მცენარეების გახმობის პროცესი 2 კვირის წინ შეამჩნია. მალევე სოფლის რწმუნებულს გააგებინა, თუმცა როგორც თავად ამბობს, საჭირო ზომები ამ დრომდე არავის მიუღია. 2 კვირა დაიწყო. მე გავაგებინე გამგეობას. ყველაფერი. მოდა ეხლა ვინ სანიტარში გააკეთე საქმე თუ არ გააკეთე მე ხوار ვიცი ამას უნდა შეწამლა მე გადავა იქით ატამზე გადავა იქით გადავა და მე კარგად მეყოლე ალუბალზე გადავა იმაზე გადავა და რაღაცა დაავადება და ამას უნდა სპეციალისტი გინაცვალე უნდა მოვიდნენ რატო არ მოდიან სასაფლაოს გარდა ბზები გახმა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ზუსტი მიზეზი მოსახლეობამ ჯერ არ იცის თუმცა მათაც მცენარეზე მავნებელი ჭიები შეამჩნიეს გადარჩენის მიზნით ზოგმა თავად მიიღო ზომები და დამწვარი ბზა გადაჭრა არ ვიცი გენაცვალე აი მატლები აქვს იგი პატარა მატლები აქვს იგი და ამან გამოიწვა ერთ დღეში გახმა ხო მე ვთქვი როცა მეთქი აი ბალახის საწინააღმდეგო წამალი რო არის აი ტრაქტორები რო დადიან იმან ხوار მიასხარამე და იმით ხوار გახმა მეთქი ფოთლები შეუხმა გავშინჯე და ის ჭიები სულ ამოაცალე მაგრამ იმდენი ეხვია რომ ვეყარ რა ფერის ჭია როგორი იყო მწვანე აი ესეთი ჭიები ზედ მატლები რა აი იქაცა უდგა მეზობელს იმასაც ისე დაემართა ბზების გახმობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ჩუმლაყის ტერიტორიულ ორგანოში ამბობენ რომ რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოდან უკვე მიიღეს რის შესრულებასაც რამდენიმე დღეში დაიწყებენ წამოვიღენ ნიმუში სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გურჯაანის სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან დიახ და მათ მითხრეს ეს არის ჭია ალურა რომელიც მასიურად ანადგურებს ბზებს ამიტომ ეს ბზები უნდა მოიჭრას დაიწვას და შეიწამლოს
უნდა შეიწამლოს, რა თქმა უნდა, ძლიერი შხამით, ანუ B58-ით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბზის მავნებელი ალურა არა მხოლოდ კახეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. მისი მოსპობის საწინააღმდეგოდ რეკომენდაციები უკვე გასცეს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ზომები დროულად არ გატარდება, მოსახლეობა შიშობს, რომ მავნებელი ატამსა და სხვა მრავალწლიან კულტურებსაც შეესიოს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ გურჯაანის რაიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღვინის საწარმო დაათვალიერეს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შეპესე მარანული 2015 წელს გაიხსნა. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული და წელიწადში 300 ტონამდე ყურძენი გადამუშავდება. წარმოებული 285,000 ბოთლი ღვინო კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. კომპანია სახელმწიფო პროექტის შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში 3,350,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 600,000 ამერიკული დოლარი კი შეღავათიან აგროკრედიტს შეადგენს. ძალიან სასიხარულო მომენტია, რომ ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ მორიგ წარმატებულ საწარმოს, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაიხსნა. 158 ახალი საწარმო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს დღეს წარმატებით საქართველოს. 7-ზე მეტი საწარმო არის ზოგადად გადაიარაღებული. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ეხმარებით ინდუსტრიას განვითარებაში და თვალსაჩინო მაგალითია მეღვინეობის ინდუსტრია, რომელიც წარმატებით მიდის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, და მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგები უკვე არის მდგრადი. ჩვენი საწარმო არ დაფუძნდებოდა, რო არა სახელმწიფოს მიერ დახმარება აგროკრედიტის სახით. ჩვენ დასაქმებული ყავს 100-მდე თანამშრომელი. მათი მუშაობის ნაღვაწი გადის მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 17 ქვეყანაში, აი მე 17 ეხლახანს ემატება. მომავალში გაფართოება აუცილებლად ჩვენი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს შეისწავლის. კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს უკვე ეწვია ის ღვინის ერთადერთი მაგისტრია იაპონიაში და მისი ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და იაპონელი მომხმარებლებისთვის შეთავაზებაა. ღვინის პროფესიონალს თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის წარმომადგენელი ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს. სტუმრებმა საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა. ასევე ეწვივნენ ღვინის კომპანიებს კახეთსა და ქართლში, სადაც საერთო ჯამში დააგემოვნეს 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას. სტუმარზე ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ქართულ ღვინოზე ფანტასტიკური შთაბეჭდილება დამრჩა. როდესაც აქ ჩამოვედი, უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ. ჩემი აზრით, ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. იგი იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. მე ვწერ სტატიებს ღვინის ჟურნალებისთვის. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და უამრავი რამ აღმოვაჩინე. ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა. საქართველოს ქვევრის ტრადიციული მეთოდით ძალიან პოპულარულია. მას საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ მეთოდს დავარქმევდი უკან მომავალში. მე იაპონელ მკითხველს გავაცნობ ქართული ღვინის წარმოების ამ უნიკალურ მეთოდს. კენიჩი ოჰაში არის იაპონელი ერთადერთი იაპონელი ხალხასით მინდა აღვნიშნო ღვინის მაგისტრი, რომელსაც აქვს აგრეთვე მარკეტინგული მომსახურება, წარმოადგენს კომპანია Red Bridge იაპონიაში და ჩვენ სააგენტომ წელს დაიქირავა ის, რათა განახორციელოს რიგი მარკეტინგული აქტივობების.
ყირიმ კონგო, ტულარემია, ბოლერიოზი, სეზონური დაავადებები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. გაზაფხულის დადგომასთან ერთად მწერებით გადაცემადი დაავადებების რისკი იზრდება. ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა ტკიპებით გამოწვეული საფრთხეები, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ეს საფრთხე განსაკუთრებით დიდია რეგიონებში. იქ, სადაც მოსახლეობას ყავს საქონელი, არ ამუშავებენ მათ ტკიპას საწინააღმდეგო საშუალებებით, ან როდესაც პირუტყვს ტკიპას ხელით აცლიან და არ იყენებენ ხელთათმას ან პინცეტს. ბატა იმნაძის თქმით, გაზაფხულის სეზონზე სახიფათოა ასევე კოღოები, მისი განმარტებით დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიური, თუმცა ეს საფრთხე ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება. აუცილებელია, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან ტკიპებისაგან. ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, ფერმერებს, თქვათ გლეხებს, რომელსაც საქონელს უვლიან და თქვათ ხელით აცლიან ხოლმე აი ამ ტკიპებს, რაც ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ის შეიძლება გაიჭლიტოს და მე ხელიდან შევიდეს ის ვირუსი. ელემენტარული წესები ყველამ ერთნაირად უნდა დაიცვას და ბუნებაში რო გადის თქვათ ადამიანი, ხო, იქაც არის რაღაც თავის წესები, თქვათ თუ ბალახებში დადის, სასურველია რომ მოკლე თქვათ შორტები არ ეცვას და შარვალი გრძელი იყოს და შარვალი კიდე ჩატანებული იყოს თქვათ წინდებში. საინფორმაციო კამპანია სლოგანით უფრო ახლოს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებს გამართავენ. ვესაუბრებით ამ მომრჩევლებს. ამ სახელწოდების კამპანია დღეს გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა კარდენახიდან დაიწყეს. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. რას ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა, ეთერ თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ვესაუბრებით ამ მომრჩევლებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი კამპანია დაიწყო. დღეს გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები კარდენახის მოსახლეობას შეხვდნენ და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საარჩევნო ადმინისტრაციის გასვლითი შეხვედრების მიზანია ამ მომრჩევლის ინფორმირებულობა საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ. ვესაუბრებით ამ მომრჩეველს, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა, ახალი პროექტი, რომლის სლოგანიც გახლავთ უფრო ახლოს, რაც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მისვლას საკუთარ ამ მომრჩეველთან, მოსახლეობასთან უფრო ახლოს, რათა მათ გავაცნოთ ჩვენი დანიშნულება, ვინ ვართ, რას წარმოვადგენს საარჩევნო ადმინისტრაცია, ავუხსნათ მათ თავიანთი საარჩევნო უფლებები, ვესაუბროთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. საინფორმაციო კამპანია სლოგანით უფრო ახლოს ხორციელდება. მასში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად მოხალისეებიც იღებენ მონაწილეობას. დღეს მათ ამ მომრჩევლებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, სპეციალური კითხვარი შეავსებინეს და 29 მაისს საინფორმაციო შეხვედრაზე დაპატიჟეს. სიამოვნებით ჩავერთვეთ ამ აქციაში, საარჩევნო გამოკითხვაში. დავამთავრეთ საარჩევნო განვითარების სკოლა CSKO-ში. შევხვდით ამ მომრჩეველს, გავესაუბრეთ და ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი დღით. მოსახლეობის შეფასებით აღნიშნული კამპანია მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ 2017 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. ძალიან მოხარული ვართ და ვისურვებდით, რომ ჩატარებული იყოს სამართლიანი არჩევნები. ძალიან აქტიურად უჭერთ მხარს ჯერ მოსახლეობა თვითონ ამ არჩევნებს და თქვენ ასე რომ აქტიურობთ წინა საარჩევნოს პერიოდისთვის რომ აკეთებთ ასეთ გასვლებს, რომ ხალხი დააინტერესოთ უფრო და მიაწოდოთ ინფორმაცია იმისთვის, რომ ეს რა არჩევნებია, როგორი არჩევნები, რომ ხალხი გარკვეული იყოს და აირჩიოს თავისი სასურველი კანდიდატი. საოლქოს წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან სტუმრად, გაგვეცნეს თავიანთი მოსაზრება, რომ 29 მაისს ტარდება უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრა რაიონში, CSKO-ში ალბათ და რა ვიცი, იქ უფრო მეტად და საინტერესო თემებზე იქნება და საკითხებზე საუბარი. ვესაუბრებით ამ მომრჩევლებს, ამ სახელწოდების კამპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფელში ჩატარდება.
ხვალ 6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. გადმოცემის თანახმად წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში დიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი იყო. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა. წმინდა გიორგის ქრისტიანობაზე უარის თქმა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ ბორბალზე გააკრეს და აწამეს. 303 წელს კი მას თავი მოკვეთეს. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამებას. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევა მოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველი ერისათვის წმინდა გიორგის ხსენების დღე. ხვალ წმინდა ეკლესია აღნიშნავს წმინდა გიორგის თავისკვეთის დღეს, როდესაც ის დასჯილი იქნა ქრისტიანობისათვის, ქრისტესათვის იქნა წამებული, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ შემოდგომაზე 23 ნოემბერს ჩვენ აღნიშნავთ წმინდა გიორგის ბორბალზე დაკვრის დღეს. აი იმ დღეს დაიწყო წმინდა გიორგისაგან ქრისტეს დამოწმება თავის მიერ, თავისი ტანჯებით და 6 მაისს დასრულდა მისი თავისკვეთით. მასთან ერთად დასჯილი იქნა იმპერატორის მეუღლე დედოფალი ალექსანდრა და მისი ხსენობაც ხვალ არის წმინდა დიდმოწამე გიორგისთან ერთად. საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდებს 4 საგანში ჩააბარებენ. პირველი ტესტირება 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, შემდგომ კი უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში. გამოცდებზე ხელმეორედ გასვლა და ჩაბარება იმ მოსწავლეებსაც შეეძლებათ, რომლებმაც მე-11 კლასში ბარიერი ვერ გადალახეს და ჩაიჭრნენ. მოსწავლეები გამოცდებს კომპიუტერის მეშვეობით ჩააბარებენ, ბარიერი წელსაც 5.5% იქნება. – 2016-17 სასწავლო წლის მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყება 21 მაისს, დასრულდება 25 მაისს. გამოცდები ჩატარდება 4 საგანში. გარდა ამისა, ამ პერიოდში გამოცდებს ჩააბარებენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც შარშან მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ანგარიშვალდებული მთავრობა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, მზარდი ტურისტული პოტენციალი, გაუმჯობესებული და პროფესიული კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც მთავრობისგან, ასევე ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისგან. ამ მხრივ ფასდაუდებელია ევროკავშირის დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში. სწორედ ამიტომ დღეს ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხარდასაჭერად. რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ ნახოს სარგებელი უვიზო მიმოსვლით და ასევე რეფორმებით. საქართველოს შესანიშნავი ნაბიჯები გადადგა ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად და კვლავ განაგრძობს ამ პროცესს. დღეს ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმებზე და მოვუწოდებ პრემიერს იმუშაოს საზოგადოებასთან და კონსულტაციები ჩაატაროს. ვისაუბრეთ ევროპული სკოლის გახსნაზე, ეს იქნება პირველი სკოლა და ხელს შეუწყობს ევროპული კულტურის უკეთ გაცნობას.
მე დასამალი არაფერი მაქვს, აცხადებს ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, რომელიც სასამართლოს ხდომის ღია რეჟიმში ჩატარებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრიშონიამ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტების ხდომის დახურვის შესახებ გაითვალისწინა. ერთ-ერთი არგუმენტი საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განცხადებით, ხდომის ღიაობის შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდება, რაც მისი თქმით მათი თავისუფლების ხელყოფაა. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც მოსამართლის მიერ იქნა დასახელებული საქმის მონაწილეების რელიგიურ მრწამსს ეხებოდა. პროკურატურამ კი ხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად სასულიერო პირებს შორის შესაძლო დაპირისპირება დაასახელა. დაკავებულ დეკანოს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადება და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. ჩემი სურვილია, რომ სასამართლოს ხდომები იყოს საჯარო და ღია. მე დასამალი არაფერი არ მაქვს. რაც შეეხება საუბარი იყო პირად ცხოვრებაზე, ჩვენ მე მგონი ჩემს პირად ცხოვრებას არ განვიხილავ. მე იქაც დასამალი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩემ პირად ცხოვრებას არ განვიხილავ ბრალდებას. ბრალდებასთან შემხეულობაში რაც არის, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. სასამართლო გადიხილავს მტკიცებულება დასაშობობის დაუშვებლობის არსებითი განხილვის დანიშვნის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის აფხოთი ღონისძიების შეცვლის გაუქმების და მხარეთა მიერ სხვადასხვა დაყენებულ სხვადასხვა შუამგებლობებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192 მუხლის მესამე ნაწილის ა და გ პუნქტის შესაბამისად სხდომის სასამართლოს ხდომის დახურვის საფუძველია. 7-დან 25 მაისის ჩათვლით საქართველოში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. დღეები 7 მაისს რიყის პარკში ღონისძიებით გაიხსნება და მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის რეგიონებს. ღონისძიებების მიზანია საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ევროინტეგრაციის შესახებ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იწყებს ევროპის დღეების აღნიშვნას 7 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით იგეგმება ფართომასშტაბიანი კამპანია ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისთვის. ჩვენ გვექნება უამრავი ღონისძიება ამ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი როგორც თბილისში, ასევე 50 მუნიციპალიტეტში და 7 მაისს საზეიმოდ გაიხსნება რიყის პარკში ევროპის დღეები, სადაც ჩვენი საინფორმაციო ცენტრის სტენდიც მიიღებს მონაწილეობას ევროპელი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად და გელოდებათ სიმულაციური თამაში, როგორ უნდა ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზრად. ახლა კი გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. განკარგულების თანახმად რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ კანდიდატს და პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა აწარმოონ. თეთრ სახლში განკარგულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს განკარგულება დაიცავს რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული განკარგულებით უქმდება ეგრეთ წოდებული ჯონსონის შესწორებები, რომლის თანახმად ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათები უქმდებოდა, თუ ისინი რაიმე სახით პოლიტიკაში ერეოდნენ. დემოკრატიული პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი მომავალ კვირას ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს. კლინტონის პოლიტიკური ჯგუფის პროგრამა ძირითადად მიმართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დღის წესრიგთან დაპირისპირებაზე. აღნიშნული შესახებ გამოცემა პოლიტიკო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით უახლოეს დღეებს ჰილარი კლინტონი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაატარებს, სადაც დონორებსა და პოტენციურ მხარდამჭერებს შეხვდება. ასევე ამ შეხვედრების ფარგლებში ის ახალ პოლიტიკურ ჯგუფში თანამდებობებზე ღირსეული კანდიდატების შერჩევას გეგმავს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გავრცელა.
რედინგის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილს სასოფლო-სამეურნეო ნათესების და დამტვერვისათვის ფუტკრები არ ყოფნით. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დეფიციტი წარმოშვა ბიოსაწვავის პოპულარობამ, რამაც ტექნიკური კულტურების ნათესების ფართი მნიშვნელოვნად გაზარდა. ფუტკრების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა დიდ ბრიტანეთში, სადაც მათი რაოდენობა შემცირდა. გაერთიანებულ სამეფოში ფუტკრების პოპულაცია მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს. ევროპაში ბრიტანეთზე უარესი სიტუაციაა მოლდოვაში. კალიფორნიელმა კატების მოყვარულმა, რომელსაც 18 კატა ჰყავს, სახლის კატების ოაზისად გადაკეთება გადაწყვიტა. დახმარებისათვის მან არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიას მიმართა და სამუშაოებში $35,000 გადაიხადა. სახლის ტრანსფორმაცია ხალისიანი ფერების, ეგრეთ წოდებული კატების ბილიკების, გვირაბების, საძინებელი და სათამაშო ზონების დამატებით გახდა შესაძლებელი. განსხვავებული დიზაინისა და ფერის კატის ბილიკები აბსოლუტურად ყველა ოთახში დამონტაჟდა. სახლის მფლობელის საწოლი ოთახით დაწყებული, სამუშაო კაბინეტით სამზარეულოთი და სააბაზანოთი დამთავრებული. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week თბილისი 8 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. 2017-18 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხიჩეგაშვილმა ოქროს медаლი მოიპოვა. ახლა უკვე ევროპის სამგზის მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუს ახმედ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე მოუგო. ამრიგად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს медаლია. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.